გამარჯობა, მოგესალმებით. კაცები კლავ YouTube-ზეა 399 ეპიზოდი დაიდება ორ დღეში. იწერება დღეს. 399. უყურებთ დევს. უყურებთ უკვე დევს. ხო. ან დაიდება. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, Instagram გვერდი გამოიწერეთ, Facebook გვერდი გამოიწერეთ, YouTube გვერდი თავისთავად, რაც ღილაკი შეგხვდებათ, ყველას დააჭირეთ. რამე ისეთი ღილაკი ხო არ არის იქა რომ არ გვინებთ. unsubscribe-ის გარდა ყველა ღილაკს დააჭირეთ, გამოგადგებათ. ისევ თქვენთვის ვამბობ. თუ ნახეთ რომ ამ ყველაფერი გააკეთეთ და კიდე რაღაცა გჭირდებათ, მაშინ ჩემი Instagram გვერდიც გამოიწერეთ. ან ჩემი TikTok-ი. გააკეთეთ TikTok-ი? დღეს. მართლა? დღეს დაიდება პირველი ვიდეო. TikTok-ს არ გირჩევთ. შეხვედი მაგასასინაში სამყაროში TikTok-ში არა ხომა დღეს არც უნდრუკებულია შეხვედი. დღეს ვიყავი ჩავიწერე TikTok-ის ვიდეო. სამყარომდე და ეცი. სხვანაირი რამე ყოფილა. სიახლე დამავიწყდა. კიდე თუ არის ვინმე კომპანია, რომლებიც ხის მაგიდას ან რაღაც ესეც აკეთებენ, რაღაცა კოლაბორაციის იდეა გვაქვს და გამოგვეხმაურებთ, იქნებ რაღაც გამოგვივიდეს ერთად. ეხა TikTok. მეც მინდა ხის მაგიდა დიდი. აქ მეც მინდა ხის მაგიდა. შენ TikTok-ზე ხარ უკვე აღარ გელაპარაკე. TikTok-ერებს ორი მაგიდა უნდა თამათ და ის. არა, ხო და TikTok-ი შენ TikTok-ზე გამოაცხადე ეგ. ხო იქა. ბატონ, დღეს რა იცეკვე TikTok-ს? ცეკვები ჯერ არა მაქვს. ჯერ უნდა შევაჩვიო მაგ. რას აჩვევ? ჯერ დგახა? ჯერ ფანდურზე უკან. რა კონტენტია? რითი განსხვავდება TikTok-ი Instagram-ისგან დაუშვა? არა, შენი TikTok. რადიკალურად. ხო და აი რას აკეთებ? Instagram-ზე რასაც აკეთებ, გიყურებ. აი შენ ზენდაიასგან რითი განსხვავდება? მოცული. ან რა გაქვს საერთოდ? სხვათა შორის ხშირად ვერევით. ერთმანეთში. აი ძალიან ხშირად მაჩერებენ ზენდაიამევე არა ლაბაცე. რატო წამოიწე? აი რაღაცა შუახნის ასაკის კრიზისის ნიშნებს ვხედავ მაგ წამოწყება. რაღა შუა. რაც გინდა ის და ხო მართლა რაღაც დროს ჩემი შუახნის ასაკის კრიზისია. კრიზისი გვიან რომ წამოეწევა ადამიანს აგერეთ. დააკეთა ეხა და უკვე უსუსულია. უკვე ჩაისვარა. არგუმენტაციამ ჩაისვარა. ესე გამოძრომა რომ გჭირდება. ლექსიკაც TikTok-ის გავუხდაო. აბარა, მეაწის ესეთებს შეუბერავ. მართლა რა რითი განსხვავდება, აი რო ვიცოდე. არაფრით არ განსხვავდება. ჩვეულებრივი TikTok-ის ის არის, სადაც სახლის რემონტი ხო დავიწყე. იქ რემონტზე რაღაცებს მოუხდა. სხვა რაღაცა კითხე რა, არაფრით არ განსხვავდება. რითი განსხვავდება Instagram-ისგან TikTok-ის კონტენტით? მარტივად TikTok-ზე მექნება რემონტები და Instagram-ზე არა. შენ კი არა, გეკითხები საერთოდ კონტენტი რითი განსხვავდება? მე რა ვიცი. რატო გადასყიდე რომ მე უნდა ვიცოდე. იმიტომ რომ TikTok-ერი გახდი და ხო და აი შევისწავლი TikTok-ში გნიდან. და რომ გამოვად შენ ხო ამასობაში Instagram-ს სწავლობ. შევადაროთ, შევაჭიდროთ. მეცადინე დღეს TikTok-ი, ესე უნდა ეს გადავიღე პირველი მაგარია, თურქული TikTok-ი, Instagram. იკომუნა და თევზაობა. არა, ეგ ხო, მაგრამ ეგ უკვე ისახარ მაგაში. ხო. შენ სათევზაო TikTok-ი გააკეთე. არ მინდა. არ მინდა. Instagram-ი სათევზაო. არა. Tinder-ი სათევზაო. მაგ. სათევზაო Tinder-ი რა, მივდივარ ლოკოზე, რომელიც ამოხვალ დედალი თევზები რო დაგესიონ. აი, ესეთი წარმოდგენა, TikTok-ზე თუ ესეთი წარმოდგენა. აი ესე. დავიწყოთ ნიუსები. ჩავარიხინეთ ლაივები. არაფერი ჩარიხინება არ იყო ეგა. ეგ იყო ზარზეიმით ტრიუმფი. და სხვათა შორის ბევრმა მითხრა რომ ვინც რამდენიმე ლაივზე იყო ნამყოფი რომ ესენი ძალიან კარგი იყო და ზოგიერთ წინასაც სჯობდაო და უცნაური ის იყო რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო პირველად. რატო იყო უცნაური? უცნაურია, სულ მგონია რომ რაღაცა ერთ და იგივე ხა წინა ლაივებზე უფრო მეტი ადამიანი იყო უკვე ნამყოფი და უფრო ნაკლები ვინც პირველად. შენ შემდეგზე ნახე, შენი TikTok-ერები რა. ამას ხეცი რა ქვია, ამას ქვია საჩო ურთხა. მე მაგიტო ვაკეთებ. ნუ TikTok-ერებით წამოვიმატოთ. დავიწყოთ ახალი ამბები. დავიწყოთ. კატეგორია აჭარა იაპონიის ურთიერთობები.
გახსოვთ იაპონელს რო ველოსიპედი დაიძაბა. იპოვა. მართლა? კი ბატონო, პოლიციამ დაურეკა, აი. პოლიციამ დაურეკა და თვითონ ვიპოვეთ და ადგილიდან 120 კილომეტრში მდებარე არასახელებენ რომელ ქალაქში და სად იპოვეს და როგორ იპოვეს, მაგრამ 120 კილომეტრში ადგილიდან გადათვალე ხა. ქუთაისი არ არის. რომელი ქალაქი არის 120 კილომეტრში ბათუმი? სამტრედია დაახლოებით. კი. ქუთაისია 90, სამტრედი კიდევ უფრო ახლო. არა, როგორ არის? სამტრედიასთან ეწერა ბათუმი 111 კილომეტრი. ბათუმია მერე ქობულეთიო ბიჭო, მოსმენა არ იცი რა. ქობულეთი? მოწმენა იცის, მაგრამ კულტურა არა. TikTokeri რო იქნებ კაჯი. და ეს TikTok-ის თეატრას დაარტყა. კი, რაღაცა მანდა. ზესტაფონი. ბაღდათი სადღაც აი მად ურტყამს. მოკლედ იმერეთის რეპუტაციას იქით რა ხდება? არა, იქით. არა. ზემო. იქით ზღვა. ზუგდიდი რამდენია? არა, იქით 120 კილომეტრში აფხაზეთში ხარ. აფხაზეთში ვერ იპოვიდნენ ეს. იქით თურქეთში ხარ, იქით მთაში, არ ვიცი,იანა სვანეთი შეიძლება იყოს. არა, მესტია უბრალოდ იქნება და მანამდე ქალაქი არ არის. მე ან ზუგდიდია, სოფელში ველოსიპედია. არა, ქალაქშიო, კაცო. ეგ დამაბნეველი დებარე ქალაქში იპოვეს, ესე წერია. აბა ნახე, ჩაწერე დისტანცია ქობულეთი და რა ქალაქს ამოაგდებს 120. ვერა დამეხარჯება ეგ ისა და მაგარი ვიცი. ამას Google Maps-ის ერთი შეკითხვა აქვს დარჩა. ხო და ვერ კითხე. და იზოგავს. აი ამას კითხე თავის ის რომ ChatGPT. და როგორ იპოვეს ნეტო? ესე მიდი, ვაა, ვიღაცა მოწვად დაინახა. არის ძახია. ვინ იპოვა, სად იპოვა? ვინ იპოვა რა პოლიციამ? კამერებს დაყვებოდნენ და იპოვეს. ეს იყო თან ხელნაკეთი ამის ხელით გაკეთებული ველოსიპედი, რომელიც ნამყოფი იყო 45 ქვეყანაში ამითი და ეხლა რეგიონში ესეთი არ იქნებოდა. ხო, მაგრამ მე ეხლა იმ წინა გადაცემის ჩაწერიდან აქამდე უამრავი ველოსიპედი შემხვდა გზაში. ხო და როგორ უნდა მიხვედრილიყავი შენ მაგ საქმე, ეგ საქმე არ ქონდა ჩაბარებული. შენ გაქვს TikTok-ი ჩაბარებული. ო, TikTok-ი რომ მოეპარათ ამ კაცისთვის, უცებ ვიპოვიდი მეც. რა ქვია TikTok-ს? TikTok-ი. შენ რა გქვიაო? მე დავით ლობაძე. აი, კრეატიული ადამიანი. დავით ლაბაძეც მის საკაბაბე TikTok-ი აღმოჩნდა, ეხლა რომ TikTok-ერება რომ დავიც, აღმოჩნდა რომ მქონია TikTok-ი. კი, ერთად გავაკეთეთ, მე მახსოვს რომ არც ერთი ვიდეო არ მქონდა ზეთე. მაგრამ 300 უფასო იყო და გახსენი, ხო? 300 ფოლოვერი მყავდა. აი, იღე ისინი დიდი მადლობა მინდა ამდენი მოთმინებისთვის. ეხლა მაგარი როგორც პირველ ვიდეოს დადებს ის 300 რომ unfollow აუ ამას რა უკუპებს. შემდეგი ამბავი გვაქვს ესეთი კატეგორია რატომ წახვედი დღეს შენ ბათუმში ესეთი ფლეშის ცნობილი სიმღერა იყო და იმის სათაური რატომ დამიტოვე სევდა გულში ესე გრძელდებოდა ეს სიმღერა ვისაც არ გახსოვთ თუ გინდათ წაგიმღერებთ კიდევაც. თურქი მეცნიერების აზრით 2070 წლისთვის შავი ზღვის ტემპერატურა შესაძლოა 4 გრადუსით გადბეს. როდისთვის 2070? არ არის ბევრი დარჩენილი. კვლევების მიხედვით შავი ზღვის აუზში წყლის ტემპერატურა ზამთარში შესაძლოა რო ვიქნები. შესაძლოა 2-4 გრადუსით გაიზარდოს, ანუ სად როგორ რა. სახლში დაახლოებით 3 გრადუსით, ხოლო ზოგიერთ რეგიონებში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ანტალიაში, ხო იქით და ქვედა ზოლზეა ლაპარაკი თურქეთის, ანატოლიაში ჰაერის ტემპერატურის მატება შესაძლოა 7 გრადუსამდეც კი გაიზარდოს და წყლის ტემპერატურა იმიტომ მატულობს, რომ ეგრეთ წოდებული ჩაკეტილი ზღვა არის შავი ზღვა, დაბალი დინებით ცირკულაცია არ ხდება რა და ანუ შეიძლება სუპად გადაიქცეს ესე თუ მოიმატა. სუპად უხა. რაღაც ის მე უხა არის. გამაინტერესებს რო ადუღდება, ჩაიდანი თქუბ გამოიშვება თუ კიდე გააგზელებს თუ. ითუხთუხე. სანამ აქედან ხო, ზედაპირის ტემპერატურა შეიძლება 25-26 გრადუსი გახდეს. ეგ არაფრისთვის კარგი არა. წყლის ზედაპირის რა, ანუ დისკომფორტული იქნება ბანაობა. ანუ ეგ გაორთქდება და კიდე მეტი წვიმა მოვა ბათუმში. ხო, და ტენიანობაც მოიმატებს რა. რაღა უნდა ბათუმში უკვე ეს არის.
არა, იმაზე არის. სწრაფად ვეღარ გავოფლიანდები, როგორც ეხლა. კი, როგორ გავოფლიანდები. მე ბათუმზე ნესტიან ადგილას ვარ ნამყოფი და შეიძლება ისე მოიმატოს ტენიანობამ, რომ თვითონ ქალაქში შეგეზოს ჰაერშიც ურო. კამერით. ხო, თუ არის იცურვა კამერით. ვახ. არ არის კარგი პროგნოზა. ხო, მაგრამ შეიძლებაო, ეგენი ამბობენ თურქები. არა, შეიძლება მეტითაც. ხო, შეიძლება არც. შეიძლება აი, ჩვენ თვითონ გლობალური პროგნოზი ეგეთია, რომ ტემპერატურა მოიმატებს ახლა ამდენით თუ არა. ჩვენ თვითონ რომ წავეხმაროთ ზღვას. გავაციოთ ყინულები ჩავყაროთ. ო, ეხლა რომ წავალთ ბათუმში, ყველამ რომ წავიღოთ რაღაცა თითო ვედრო ყინულები და ჩავყაროთ. ქენი, შენ ხო იქვე ხარ და ჩემით შენ ჩავ. მე ეხლა TikTok-ი მაქვს მის. ხო და TikTok-ზე გააკეთე. ხახნო კონტენტი, აი კონტენტი კონტენტი იქნება. აი ცეკვაცეკვით ყინულები გამოიტანე ჩავყარე. დავაფინოთ სხვა. არ გინდა ძმაო თქვენ დახმარება და ან რომ დაუბეროთ. აი გორში რომ დიდი ვენტილატორებია, ეგენ რომ გადმოიტანოთ და დაუბეროთ. იქით უნდა შეაბო. დაუბეროთ. ან კი არ გამოიმუშავოს ელექტროენერგია, პირიქით შევაერთოთ და დაუბეროთ. ეგ ისე იქნება. აქედან აღმოსავლეთ ჩაუბროს ჩაის რო აციებ ესე. აღმოსავლეთ ჩაუბროს სიცხე იქნება წესით. ვიდრე დასავლეთში. აღმოსავლეთი სიტყვა გეუბნება. დასავლეთი რომ მეტყვა. სამხრეთი, ჩრდილოეთი. ჩრდილოეთიდან რომ დაუბეროთ. ზემოდან მესტიასთან რომ დავაყენოთ, იქიდან რომ გამოვიდეთ. ესე რომ იმდევრობით დავაყენოთ და დაუბერა. ჩაიტანა. ბატონო, შეიძლება. გააკეთე, ნახე რა, ყინული ან ეგ. რომელიც გაისრეს TikTok-ზე. მოდი, წელს ყინული ვცადოთ. ყველამ რა უნდა ერთი ვედრო ყინული რომ არაფერი, თბილისიდან ბათუმამდე ერთი ვედრო ყინული შენანს, რა უნდა? ხო, არაფერი. მინიმუმ მაცივარი. მონდომება. მარტო მონდომება. და მე უკვე ვენტილატორების გადმოტანაზეც ვიფიქრებ. მოაგვარ. კატეგორია, შემდეგი ახალი ამბის კატეგორია არის ნდობა ფეხით მოდის და ცხენით მიდისო. ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია ეს თანაცნობილი ამბავია რა, გახმაურდა უпростоრეთ, რომ ყველაფერი რაც აჩუქეს, სუვენირები, აი პატარა სუვენირები და წევრი დიდი საჩუქრები, ყველაფერი აბსოლუტურად შეაგროვეს, აი პინების, პასტები, ყველაფერი და გადავარეს. არ წაიღეს, იმიტომ რომ იმ ბორტზე ატანა არ შეიძლება. ბორტ ნომერ 1-ზე ატანა არ შეიძლება. იმითი წამოიღოთ კაცო. USA თუ ჩინაში მე, ჩაინაში მე დანათა. ან ბორტ ნომერი 2-ით წამოეღოთ. ეგეთი გადაყარეს ახლა ძალიან ისე დემონსტრაციულად არ არის ისე. ხო და სასტუმროს ნაგავში გადაყარეს და გავრცელდა ეგ ამბავი და არ არის კარგი ჟესტი თუ რაღაც ქვეყანასთან რამე იმას აპირებ. ეხა ტემოზე თუ დაიდო გადაგდებულებში რაღაცა. იანტის ნაკონია რა. ხო, რაღაცა მაიკა წარწერით ტრამპს ძმური სიყვარულით. და ალბათ შეეშინათ რომ არ მოგვისმინონ ხო რაღაც ჩიცინი იქნება მოსასმენი. ან რამე ნივთიერება არ იყოს, ბევრი ის არის, ან როგორ ჩანს იმ პროტოკოლით არ შეიძლება რა. მე ჭვიმაქ რომ ჩინეთი როდის არის სექტემბერში მე მგონი ვიზიტი საპასუხო, იგივე არის, ოღონდ იმათ ბორდ ნომერ 4-ს გამოვაყოთ, ხო ბევრი ყავთ. გადაგიგდია რამე ნაჩვენები. და ამათმა იცოდნენ რომ როგორ არ გადაგიგდია ახლა? რა? ამერიკაში რამდენიმე იყო, ვერ წამოვიღეთ და დავტოვეთ იქვე სასტუმროში. ნაჩუქარი? აბა? რა? ის გადავაგდე, ლიმონჩელო გადავაგდე იმაში აეროპორტში, გადავაგდე. გამოგატანეს. აჰა. თორე ისე ყველაფერი წამოვიღეთ. კი. სურათი გინდა, აგერ კედელზე გიდია. კი. სათევზაო ის რო გვაჩუქეს და მე კონფერენციებზე რო არიგებენ ბევრ დებილობას, ნახევარს ვაგდებ. მაგრამ ის კონფერენცია და ეს პრეზიდენტი რო ხა ეს ამათვის კონფერენცია. ეხლა ნახე სპეციალურად იმ სიმიცოდა რო ესენი გადაყრიდნენ და ბევრი აჩუქა. აწვალა. ხო. არა, მატივის თემაში რო ჩათულოდა რა. შემდეგი კატეგორია არის სამეზობლო. მიხვდებით რომელი მეზობელია. ბიზნესმენი გაგიკ ცარუკიანი სოფლიოში ყველაზე დიდი იესო ქრისტის ქანდაკების მონტაჟის პარალელურად ნოეს კიდობანის დადგმას აპირებს. პროექტის მიხედვით კიდობანი იმავე ზომის და აგებულების უნდა იყოს, როგორც ძველ აღთქმაშია ახსენები. აღწერილი. ხო.
მასში 200 პავილიონი განთავსდება, ასევე გალერეები, პავილიონები და რაღაცა კულტურული სივრცეები. ეს ალბათ სადღაც სადაც არარატის თასთან არარატის თასზე ვერ დადებოდი. თან, ნახე? თანაც ვერ დადებოდი. თის ძირიც კი თურქეთში. ავიგე და თან ნიშნავს რომ ძირიანა მთა ხო დგას? თან, ეგრე თან შეუძლია დაკაცნა დგას. ვაშაზე. სომხეთში დადგა. არ შემილია TikToker-ებთან ურთიერთობა. სულ უფრო და უფრო გაგირთულდება თქვენს. ვატყობ რომ მიტრევს ეს TikTok. ყლაპავს. სადაც მივხავა. და ქრისტეს კანდიდატება სად დგავენ? თითქმის დაამთავრეს. ხო და სად დგავენ? რა ქნეს კი არის? შინაარსის გამოტანის სერიოზი. ანუ სხვა შეკითხვა. სად დგამენ და ერევანთან არ მისული. უთხარი აქ რო დადგან ეგეც ერევანთან არ მისული. ვაშაზე რო დადგა. საიდან არ მისული? რომელ მხარეს არის იმასაც ვერ მივხვდი. აქედან არ მისული, ირანიდან არ არ მისული. მოსული. რაღაცა მთა არის და იმ მთაზე დგამენ. რომელი თუთის ძირთან. არა მთაზე. ამ თაზე. რაღაცა მთაზე დგამ. ეს არის მილიარდერი კაცია, ყოფილი მოჭიდავე, იმისი რამე არის წარუკიანის. ვის მოქმედი წარუკი თუ ეგ გაკეთებს. UFC-ს. არა, მოქმედი არ არის ეს. ხო და მაგას თუ რამე არის თქო? არ ვიცი. რაღაცა ისა გვაქვს. ხო, დისკომუნიკაციაა საშინელი. ნაპრალები გვაქვს კითხვა-პასუხებში. ეს არის ყოფილი მოჭიდავე და ეხლა ბევრი ბიზნესი აქვს. BMW-დან დაწყებული, კონიაკით, კაზინოთ ის. BMW-დან თუ BMW-დან. TikTok-ი აქვს თავი. მაინტერესებს. რა თავში ტრიალი. ნასამართლებია ორჯერ თუ გაინტერესებს. გაუპატიურებაზე ერთხელ საბჭოთა კავშირის დროსთან მერე იმას. აი ნახე, გავს იმას. რიოს კი გავს, მაგრამ იმაზე მაღალია. რიოს ქრისტეს კანდიდატებაც გავს. კი, 15 მეტრის თუ რაღაცა მაღალი. კი უნდა კონდეთ, სომხეთში კი უნდა იყოს ერთი ნოეს კიდობა. ერთი? რამდენიმე? რამდენიმე რანაირად უნდა. ეს კიდევ თვითონ გეუბნება სიტყვა ერთი იყო. რატომ ნოე ჩემს სოფელში იყო მარტო ორი. ნოე ბევრი. რა არის, იცი, იმდენად ისტორიული რაღაცა არის ეს ნოეს კიდობანი სომხებისთვის, რომ ყველა ქალაქთან ქალაქის ზომის ნოეს კიდობანი უნდა იყოს. გეთახმებიდი. დავითარ მაშენებელიც ერთი იყო, მაგრამ ხო გვაქვს რამდენიმე წელი. კი, ყველა ქალაქში გვაქვს დავითარ მაშენების გამზირი. ხო. კოჭლი ლოგიკა არის. TikTok-ური რატო არის კოჭლი ლოგიკა? ის ერთი რო იყო ნოეს კიდობანი, სულ იყო ერთი. დავითარ მაშენებელს სულ ორი იყო? და კი გაჩერდა ყველა ქალაქში. ნახე მეორე მხრივ ამხელა სტრატეგიული რამეა. წარღვნა რო დაიწყოს კიდობნების ფლოტით. რა რო დაიწყოს? წარღვნა. წარღვნა გინდოდა გეთქვა? არა. ხო და მე მგონი მარტო TikTok-ი უნდა გქონდეს. TikTok ბინაც კი უნდა ჩამოგან. კატეგორია ქვა აღმართში დაეწია, ესეთი კატეგორია, უცნაური გოლი მოლდოვის ჩემპიონატში. გდია ფეხით კივა. ფეხში მოხდა? ეს გოლი შევარდა. წაქცე უკაც მოხდა რა. აუ რა ბეჩავი არის. ძეს დავარდნილ კაც. რეალი ეთამაშება ვის? რეალი არა. ოგუზს. რეალი წერი აქეთ იგი წერია ოგიუს. ო, რაღაცა რეალი. მოლდოვის ქვედა ლიგა არის რაღაც. ეშინიოვის რეალი ოგუზს. ოგუზი რაღაცა გაგაუზის იქნება თურქები მენია. მოიტანი ისეთი აქვთ რა. ქალაქში არ არის თამაში. არც რაიონულ ცენტრს გავს. როგორი ღობი აქვს. იქიდან სარეველები მომდგარი. ჭინჭარი არის იქ. და ცეთი რატო არის ეგეთი ღობე? საქონელი რო არ შემოვიდეს. ხო რა თქმა უნდა. თუ რო არ გავიდეს. მაგარი გოლი.
მეყარე გადარჩა აი ამას ვე ხახამშენ ბავშვი როზის უკან მეყარის შვილი დამტოვებელი არ ყავდა და თან ჩაითვალა ნახე ტაბლოზე შეიცვალა ანგარიში 4-1 იყო და 4-2 გახდა შემდეგი არის კატეგორია პინგვინი ვარ ძმაო მაგრამ დებილი კი არა ვარ ესეთი კატეგორია იაპონურ ზოოპარკში პინგვინებს იაფიანი თეზით შესთავაზეს რასაც ცხოველების პროტესტი მოხვა რა პოლიტიკური არ ჭამს ხო? ხო რა როგორი ცოცხალი თავით არ ჭამს შეიძლება ესე არ ჭამე და რაღაცასთან ერთად უნდათ აი მოხარშულ კარტოფილთან ერთად კაია ხო რაღაცა ცოტა მარილი უნდა ცოტა ლიმონი ციცაკა ლიმონი ხო რა არის ესე უმათრო აწლები ანუ იაპონიაში გაჭირდა ცხოვრება არა ეთყობა ვიღაცამ გაატკატა იქ და წუნდითებზე მისცა მაგთებს არ სუზამენ შეჭამს პინგვინიც კი რო არ ჭამს რა შეჭამს არ არის ეგრე პინგვინი ძალიან პრეტენზიულია სელაპი ჭამს ყველაფერს რა და მე ვაიმუცელი ვარ პინგვინი პრეტენზიულია თუ არა TikTok-იდან საიდან მეწოდი TikTok-ზე იქალა ჩამოვიდა აფრიკიდან იქ უნახავს პინგვინები და ჩამოიტანა ისეთი ამბები ელაპარაკა იქ 1 საათი და კატეგორია ძუ იყოს ხანი შემდეგი კატეგორია ევროპაში ჩატარებულმა ახალმა სამეცნიერო კვლევამ მეცნიერების ყურადღება მოულოდნელად რაღაც აღმოჩენა მიიპყრო. აღმოჩნდა რომ ქალაქის ფრინველები, ბეღურები ალბათ პირველ ადგილზე იქნებიან ამ სიაში, ადამიანებს სქესის მიხედვით არჩევენ და ქალების მიმართ უფრო ფრთხილები არიან ვიდრე მამაკაცების მიმართ. მოიცა გავიაზროთ ახლა. ანუ ბეღურა რომ მოფრინოს, რო დაინახავს ვიღაცა მოდის, თუ ქალია ერიდება? მოდის არა, აი რო აჭმევს, აი ნახე ფოტოს ალბათ რა, ან აჭმევს, ან უახლოვდება, უფრო გვიან აფრინდება. ჩემი და ეს არის ჩემი და ანუ ქალბატონი უფრო გვიან აფრინდება, უფრო ადრე აფრინდება. ვიდრე მამაკაცი თუ. აქ ეხა მე მაქვს ერთი კითხვა. რა მეცნიერებას სწავლობს? ბეღურების დაკვირვებას ადამიანებს. კეთილი ხება იტალიელი მეცნიერების ხელმძღვანელობით ჩატარდა და სამეცნიერო იტალიელი მეცნიერები ხელმძღვანელი, ანუ სხვა ერების ჩართულები იყო. ხო, იმიტომ რომ ნახე 37 სახეობის სხვა ფრინველი გამოკითხეს 500-ზე მეტი ანკეტები გამოკითხეს კი არა, დააკვირდნენ 2500-ზე მეტი დაკვირვება მოხდა სხვადასხვა ანუ ეთყობა ადამიანები რომ მიდიოდნენ ქალი, კაცი. ჩეხეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი და ესპანეთი. ამ ქვეყნებში. ევროპაში. ხო. თავიდანვე სიტყვა გეუბნება ევროპელი მეცნიერი. ჩიტს ქალი უფრო საშიში გონია? ხო. ეთყობა ერთხელ ქუსლიანი დააჭირა. ხო, მაგრამ ყველა იმას სახეობას გადასცეს ეს ინფორმაცია, ქუსლი დამაჭირა. ანუ ბეღურასაც, მტრედსაც, ქედანსაც. ჩვენ ხო არ ვიცით მაგათ კომუნიკაციის რა ისა აქვს. შეიძლება სწრაფად გაბაზრდა. კვლევაში არის ეს დედალი ბეღურების აზრია თუ მამალის თუ ორივეს? არის ეგ ამას აქ ვერ ვაქვეყნებთ TikTok-ზე დავდებთ მალეო და ნახეთ. და მე იქ ვარ და ნუ გეშინიათ. სანამ ხალხი გაიგებს მე მეწოდინე. და თან ბევრი სხვადასხვა სახეობის ფრინველზე შეამოწმეს. ხო, ქალაქის ფრინველები. უფრო სავარაუდოა რომ ქალბატონებს რაღაცა ისა აქვს. მე ჯოაკრობ ჭყიალები? კი. იმიტომ რომ ჩემ მეზობელს აივანზე აწუხებს მტრედები. და რა არცადა და ბოლოს ვიღაცა მორჩია რომ ის ჩამოკიდა დისკებიო, სიდი. და ქარის დროს ოტრიალებს ხო ირეკლავს და იმის მერე აღარ ჭდებიან. მაგაზე კაი რა არის, იცი? საუპერე მომღერლებს ისინიც ჭყიალა კოსტა. მაგითი დავიწყე რომ ჭყიალა ტანსაცმელი სამკაული ჩანთა. არა მარტო ჭყიალა, რა ჭხუნაც. აი მე მაგათად გასაღები რომ მიდია რა. აი გასაღებით რო დადის ეს. ეგ არის გაჭყუ. ხო. არ უნდა ერთი წუთი დაფიქრება, არ უნდა დაუღეჭე გაჭყუნა გასაღები რომ კიდია უფრო შორიდან მიფრინავენ ჩიტები ვიდრე ესე რომ შენ ისის ქალებში გადიხარ ეს კი ჩიტების დიდ რაოდენობა შენ მანდილოსანი გონისა როცა გასაღები მაქვს თეთრ ხელა ქალი მოდის მე მეგონა სულ TikTok-ერობას ვაფრარ ძონძროხა ქალი.
ნეტა საქართველოში ჩატარდა კვლევა. კი, ჩატარდა, მაგრამ არ აქვეყნებენ. არ აწყობს მთავრობას. მაგრამ გაასაიდუმლო ეს. კი. რომ ორად არ გაიხჩოს კიდე ხალხი, ისედაც პოლარიზებული არის. რა არის ის საქართველოში ისედაც ფრინველებს ეშინიათ უფრო ადამიანების. ესე რომ ფრინველი ადამიანთან მივიდეს საქართველოში მე არ მინახავს. კი, მე მინახავს. სპორტის პარკში მაგალითად. ესე აჭმავ ხელით? არა, ეს არ არის, ნახე, იქ მიახლოებულია და ესე უყრიან ხოლმე და ეხსევიან ხალხს. ხო და აი მე ევროპის რამდენიმე ქალაქში ესე ხელით მიჭმევია ჩიტები. დასკდებიან კიდევაც. აქ რატო არ აჭმევ? არც ერთხელ არ მიგიტანია არა. დავდივარ აქ საჭმნით, მე სულ საჭმნით დავდივარ. ჩიტები არ მოდიან. აქ პირიქით უჭამს. ჩიტებს უჭამს ხო სხვის და შენ ცხიმიანი საჭმელი დადიკარ, მაგას დათვივით იმაში, აძურება იმაში. ხო, საქართველოში ვერც არა, მიხდება. ესე ახლოს მეც არ მახსენდება. ეს შეიძლება ისასულად ხელოვნური ინტელექტის ეს არ ვიცი რა, ხო გინახი ევროპაში რომ ასხდებიან ფრინველები. ამსტერდამში მაგალითად ვიღაც კაცი არის და თუ მიცემ 2 ევროს იმ საჭმელს გაგიყრის და მე მოდიან და ეს ჩიტებით სავსე ხარ. ფოტოს გადაიღებ და მე მოიშორებ და ევროპელები იყვნენ რომ იმას ღარიბები ვინც იყვნენ რომში მსხვერპლს წყურის თავი რო არ ქონდათ წყურის შეწირვის თავი ტრეს წირავდნენ კი ბატონო. გუდავდნენ ძველ რომში. გუდავდნენ. ეს გუდავ კაი ამბავი. ხო და როდის შეუყვარდათ ესე არის მე შარშანდელ ამბავს გიყვარდი. ეს იყო დღეისაც ახალი ამბები. აი ესეთი ახალი ამბები ქონდა. დიდი არაფერი. დიდი არაფერი მაგრამ რომ ნახე ხა. დიდი არაფერი. კაი, სტუმრის ნაწილზე გადავიდეთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია იუთუბერი გიორგი დანელია. გამარჯობა. გაგიმარჯობა. როგორ ახარ? კარგად, თქვენ კარგად ხართ. როგორ არაერთ ვართ კარგად, TikTok-ში წავიდა. შენ არ მოვიდა. შენ არ გქ TikTok-ი. ეხა აქ ისე წავიდა ლაპარაკი, რომ ცოტა ისე უნდა თქვა 700.000 გამომწერი მყავს. TikTok-ზე? Insta-ზე? ჩიგარო. Insta-ზე? Instagram-ზე 161. მაგრამ TikTok-ერი ვარ თქვა არ ვიცახი, რომ მოდიან ბავშვები და აუ TikTok-ერი ფოტო გადავიღოთ მეთქი YouTuber-ი. მაინც ეხა. ზე YouTube-ზე რამდენი გამომწერი ყავს? YouTube-ზე 340. 340. სერიოზული. ზე ორჯერ უფრო მეტი. ხო. და 17 ვიდეოს აქვს მილიონზე მეტი ნახვა. მართლა? ესეთი დამიწერეს. ხო, ეგ ამ არხზე. არა, ხო. სხვა არხზე უფრო მეტი? ხო, რაღაც არხები გამიტესტავს, ესე ვთქვათ, არა საქართველოზე და გლობალზე, რა თქმა უნდა, იგრიალე. ხო. და კონტენტი? კონტენტი ზოგადად faceless მიმართულება არა ესე არსებობს, ანუ სახეს რო არ აჩენ კრეატორი და არხები არსებობს, ძალიან ბევრი აკეთებს მაგას და 1-2 წლის წინ გადავწყვიტა რომ გამეტესტა და გავტესტე და ცოტა ტესტვაზე მეტიც გამოვიდა რა. იქ დავიკმაყოფილე ეს რაღაცა გამოკეტილი რო ხარ ხო იცი მაინც ჩემს ქვეყანაში, მაგის ის რა. და რა faceless-ი რასაჩენ? ბევრნაირი შეიძლება იყოს. სახეს თუ არა ჯერ რასაჩენ? ტანი ალბათ. რატოს რა შეიძლება გადაიღო როგორც წვიმს პირობითად. და რაღაცა კარგი შტები ესეოდა ხალხი. ქვეყნებია წლობით არ მოდის წვიმა. მილიონობით ნახვები აქვს, მაგალითად აი კარგი ტყის ბუნების კადრი, სადაც წვიმს და კარგი ხმის ჩამწერით, კარგი ხარისხიანი ხმა არის და აი რავი ხალხი ტელევიზორში თავს და არიან ალბათ უდაბნოში რო ცხოვრობენ, თავენ და ქარსაც უყურებენ, და დღეს კაი ამინდი არის მაგისტრი. ხო, უნდა გადამიღო დილით და გამოვიქეც. სიბნელეს რო უყურებს რა კაი იქნება. კამერო ჩავრთო. რო არენდერე მარტო black screen-ს და მარტო ბლეკ რაღაცა გაიელვებში გადაში. ციცინატელა. ციცინატელა სადღა. აი ესეთი არის იმაში. ნიგოზეთში ხო? იგოზეთში. ბოლო ოჯახი ციცინატელი. რატო გაქრნენ ციცინატელი? ქუჩები არის განათებული. სად ნიგოზეთში რომელი ქუჩაა განათებული? ნიგოზეთი მთლიანად განათებულია. შენ არ საჭიროება არაა. ნიგოზეთი კოსმოსიდან ღამით. არ ვიცი, ამბობენ რომ იმის გამო გადაშენენ რომ განათებულია და რაღაცა ანუ ცივილიზაციის რაღაცა. შეიძლება არ გადაშენებულა და ჩაქრდნენ უბრალოდ და ისე დაფრინავენ. ჩვეულებრივი გზები გახდა. ხო, ჩვეულებრივი. არ გიდათ განათება თქვენ დედაცვათი დაფრინავენ ის. დაბაიზე არიან შეიძლება. სანამ სხვა აპოკალიფსელოდებიან შეიძლება და
ნახე ადამიანი და ტყეში დააყენებს კამერას იღებს და ჩვენზე ასეულობით მეც არა, მე არ მithქოს რომ მაგას ვაკეთებ, მაგრამ ერთ-ერთი მიმართულება არის. მაგრამ რასაც ვაპირებ. და მარტო ამას კი არა, ერთ-ერთი მიმართულება კამერას აპირებ, მოიცა საინტერესო რა. აი ხა 17 ვიდეო რო თქვი, იმედი მაქვს მე-18 იქნება. ეხლა ცოტა ხანში ამ საფხულს ვაპირებ, ნუ პარაშუტით დავფრინავ ხოლმე შიგადაში. პარაშუტით თუ პარაპლანით? პარაშუტით. 100 ნახტომი მაქვს პარაშუტით რა. ხტები. კი, ლიცენზია მაქვს. მიწიდან გადის. კი, ვიცი. შენ ესეთი ეს იქიდან პირდაპირ რაღაც 200 კილომეტრს შევხვდებით ჩვენ თორე. ხო და 4000 მეტრიდან არის ხოლმე სტანდარტულად კომერციული ნახტომები რა. და ამ ზაფხულს ვაპირებ, პირველად ამბობ ჯერ არც მithქვამს არსად და ცოტა ხანში დავდებ ალბათ, ეს რამდენ ხანში იდება. მოკლედ 8000-დან მინდა ნახტომი გავაკეთო. და ვიმზადები მაგისთვის. 8000 არის ევერესტიდან გადმოხდა. Halo Jump-ი ქვია, ჭირდება სპეციალური მომზადება, სპეციალური ეკიპირება, სპეციალური თვითმფრინავი და სიჩქარეს ავითარებს 320 კმ/სთ რო ეშვები რა. და განსხვავება არის რომ 4000-დან რო ვარდები ქვია მაგას. რო მოფრინო. 4000-დან რომ მოდიხარ დაახლოებით 45 წუთი გაქვს, წამი გაქვს თავისუფალი ვარდნა. და აქ გაქვს, ხო, და აქ გაქვს 3 წუთამდე რა და აი ვა, 3 წუთი მაგარი დროა. ოღონდ -50-ია ზემოთ და კარგი სპეციალური ეკიპირება. კი. სპილინასკები შენ იმას ხო რომ ვიძნებ, Red Bull-ის რეკორდი ხო უნდა მოხსნა იქიდან რომ გადმოხდა ის. ხო, ის მაგარი იქნებოდა. ეს ბაუმგარტნერი. გადმოხდა. ეგ გადმოხდა 35-დან. 35000-დან. მარტო ხტები თუ ვინმესთან ის? მე მარტო ხტები უკვე. თუ რაღაცა 110-დან 100, 105 მარტო მაგნახტო. არა, 100 გადმოხტომა თუ აქ უკვე სერიოზული კოლაბორაციები როა მოდაში, მან არ მოყვება ხო არა? ბიჭო, ხო, ეგ უნდა სადვე. ხა ხო არ წამოხდა. შარიან საქმეზე. და სად ამდენი ნახტომი საქართველოში გაკეთებული? არა, საქართველოში 1-5 ჯერ გადმოხდი, როცა იყო ერთ ფრენიდან მაგის შესაძლებელი. ნატახტარზით ნახტა. არა, ნატახტარში გადმოხდი ერთხელ. იქით კახეთში იყო, მაგრამ აღარ არის და მიწევს ხოლმე ესე მოგზაურობა მაგის გამო შესაბამისად ხარჯები ასე შემდეგ და იმიტომ აქ 110 და არა 510 მაგალითად. არა, 110 ჩაი შედეგია. შენ რომ მიგიშვანს სულ ყოველ ვიკენდზე ვიფრენდი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი შენი პარაშუტით მოძრაობ თუ იქ კი, დამიობდა, ეხა აგერქოში გორაზე მიდევს ეს პარაშუტი 6 თვეა უკვე და ერთი ეს ეგეც პრაპლანეთი არის 6 თვეში ერთხელ უნდა გახსნა თუ არ იმას. კი, 6 თვეში ერთხელ უნდა გადაკეთო რეზერვი. წავიღო რომ გავხსნა. სად მიგეთ? სახში ისე პატარა მოედანი მაგრამ გვანიავებ ხო. ეგ ხშირად გავანიავე, თორე ეხა კიდე შავი ზღვის ტენიანი. მოიმადა ტემპერატურა. პარაშუტს აწერია, როდემდია გამოყენების ვადა. არა, მაგას რევიზიას ყოველ 6 თვეში ერთხელ რო უტარებ, მანდ პროფესიონალი ვისაც ლიცენზიები აქვს სპეციალური გადაგების უფლება აქვს, ის გეუბნება. და აპარატის აწევს გამტარობას და რაღაცას საზღვრავს და ალბანზე ეგრე. ანუ lifetime გარანტია აქვს. არა lifetime არა. ეგრე არ წერია რაღაც ნახტომების ვადაზე. 100 წლის მერე ნუღა შემგენა. შენ თვითონვე მიხვდი მაგას. შეიძლება ერთ თვეში დახარჯო, იმდენჯერ გადმოხტე და რესურსი ამოეწუროს და შეიძლება ცოტა-ცოტა. თან მანდ ორი გაქვს. და ჩვენ ახლა ორ პარაშუტზე ლაპარაკობთ. ერთი არის ძირითადი, რომელსაც სულ ხსნი, მეორე არის რეზერვი, რომელიც ჩაპრესილია და პრუჟინა აქვს რა, ესე ვთქვათ. და თუ პრობლემა გაქვს პირველზე, უნდა ჩახსნა პირველი, ესეთი პროცედურა არის და მეორეს რო გამოკრავ, ის პრუჟინა ძალით ხსნის, ესე ვთქვათ, რომც არ გინდოდეს და დიაყენი ანუ ავტომატური გახსნის სისტემა, როცა ძალიან მიფრინავ და 500 მეტრზე ხარ პირობითად. რაღაც სიმაღლის მერიდან იხსნება, ხო. და ისეთია რა, მაქსიმალურად. ეგ ალბათ იმისთვის არის, რომ Google-ი თუ წაუვიდა ვიღაცას და ვერაფერი. არა, ძალიან ხშირად ხდება, რომ პირველი პარაშუტი რაღაც არასწორად იხსნა. მე ერთი სამჯერ მქონია გადანასვლა სეზარხი ტვისტი რა და აი ბოლო წამს გამიხსნია, იმაში გერმანიაში მომივიდა ერთხელ, რომ გავხსენი უკვე 700 მეტრზე ვიყავი თუ 600-ზე და ეგ ქვედასვარი სად არის? პარაშუტი გახსნილი და გემრიელად უნდა იჯდე დაახლოებით 800-ზე რა. ჩემი ეტაპის ადამიანებს თორე ხა ვიღაცები არიან 10000-იან გახსნა. პარაშუტის ზომას გააჩნია. რაც უფრო ვითარდები და პროხდები, პატარა პატარა 2XL ადრე უნდა გახსნა დიდი ხანი. ჩემსაც უნდა 300 მეტრი. 8000 ეს საიდანაც აქვს. მე გახსნილი თუ და და ეხლა რო ვაპირებ 8000-დან გადმოხტებას. რო გახსნი დარტყმა რა დიდი? დარტყმა ძალიან დიდია. რაღაც ეტაპებად ხო? ეტაპებად იხსნება ეგ ხო რაღაც ჯერ პატარა პარაშუტი. ჯერ ჩათავარდება მერე, მაგრამ 300 ეგრევე არა. 300 შეგიძლია განახორციელო თუ head down-თან თავით დაბლა
მიფრინავ რა და როდესაც გააჩნია. ეს ჩემი სტანდარტი ეგრეა. შენ თავით უკვე უფროსტრაფად წახვალ. შენ აეროდინამიურითა შენ 300 აკაჭა. ავკაჩა 300. მე გამიჭირდა. ეს არის ყველაზე გიჟურილია, რაც ეხა აპირებ რომ გააკეთო. ახლო მომავალში ხო? რაც გაკეთებია? ყველაზე გიჟური რანაირად გიჟური რა. გიჟური არის უპარაშუტოდ თუ გადმოხდები. დაბლა ბადეს თუ გავაკეთეთ ეგეც. ეგეც ხო იყო. უპარაშუტოდ თუ გადმოხდები და გზაში გამოიწევ. ტემოდან. თუ მოგისწრებს კი, დაბლა. მოგისწრებს და გახსნი. და აქამდე რაც გადაგიღი არა არის. აქამდე ესეთი ექსტრემალური არაფერი ყოფილა, მაგრამ ბოლოს იყო ერთი კვირა Red Bull-მა ჩამოიყვანა აი ფეხბურთში რაღაც არ ვიცი რონალდო და მესი, skydiving-ის რონალდო და მესი, მარკოები, ავსტრიელები და მათთან ერთად ორი კვირა აი მარკოები? ძმები არ არიან, მაგრამ მარკოები ქვია. ხო. ვიფრინეთ ძალიან ბევრი და კადრებიც, ვიდეოც გამოვიდა ძალიან კარგი რა. აქ ჩამოიყვანა? არა, ესპანეთში წავედით და ძალიან ისეთი დიდი დრო და რესურსი დაიკარგა, მაგრამ ანუ მარტო ის კი არისო რომ დახტი ხარ, ანუ აი ვინც გევასება იმათთან ერთად რომ რაღაცას აკეთებ ხოხდები და ძალიან კარგი გამოცდილება იყო. ეგ იყო ისეთი ყველაზე skydiving-თან დაკავშირებული. ეხლა რა მაინტერესებს? არა skydiving-თან? სიგიჟეები? ხო. შენთვის რომელია რა, ანუ ნახვებზე კი არა. ბიტკოინი რავი, ორი შვილის გაზდა მგონია. ეგეც მაგარი ორი შვილის გაზდა მგონია მე საკმაოდ ისეთი სირთულე სიგიჟეს არ ვიტყვი და მაგასაც ექსტრიმია. კი, აღებული მაქვს თავზე. რომ სამჯერო გადამეხვიაო და 700 მეტრზე მაგის მერე კიდე გადმოხდი? კი, ეგ იყო ყველაზე საშიში მართლა, იმიტომ რომ მარტო ვიყავი გერმანიაში სადღაც დროპ ზონაზე, ანუ მივედი, არავის არ ვიცნობ გერმანელებს კიდე ინგლისური არ უყვართ. მე კიდე გერმანული არ ვიცი, რაღაცებს ხელი მოვაწერე და გამიშვეს რა, შევედი და ის ლიცენზია გააქვს საერთაშორისო? USPA ამერიკის და მივედი ესე გადმოხდი, არავის არ ვიცნობ საერთოდ და იმას ვღადაობდი, რომ რომც არ გახსნილიყო, თქო საერთოდ თუ გავახსენდებოდით აი რაღაცა დიდი ქალი იჯდა ესე შესასვლელში ხელი მომაწერინა და ყველა თავის პონჩ ხვდები თან სხვა ენაზე საერთოდ და რო გავხსენი უკვე ხალხი ჯდებოდა. ბეჭედსაც დაგიტყავნა. დაინახეს ეგ რო დაგემართა თუ მაგეც შენ იცი და მე რო ჩავედი გავაზიარებ თქვით და რაღაცა გავიარეთ, მაგრამ არ ვიცი არ ვარ დარწმუნებული რომ დაინახეს. მაგრამ მე კარგად დავინახე, კი რა და ვიდეო მიდევს რა, ვერ გავანალიზ, შეშინება ვერ მოვასწარე. იმიტომ რომ უცებ წარმოედგინე რომ ბზრიალებ, აი ესე თან ჩქარა ბზრიალა და თან ამ ფრთას ხედავ მარტო რა და ვერ ხვდები ვერაფერს რა და აი ხანი ვიჩალიჭ. კვარას მაისური მეცვა ვიდეოს ვიღებდი YouTube ვიდეოს, კვარას მაისური თქონდა გადმოხტომის ჩელენჯი და კადრებში ჩანს რომ გავხსენი და დავჯექი პარაშუტზე, ვიღრიარე მან გამოვიდა. მანამდე ვერ მოვასწარე. და ის არა ვქია. აი თქვათ ესე უცნობი მიხდე გადმოხდი და არ ჩამოვარდი. წაგიღო სადღაც. ესე უნდა გნახო. ვინმე მოგძებნის? უნდა მოგძებნო რომ ბილეთს ხო ყიდულობ თვითფრინავში და იციან იდეაში რომ იყავი. რამე გაქვს GPS-ი? ხო, მაგრამ არა, ხო, იყავი და წავიდა. გადახდა ის კაცი. ქართველი იყო მოსული. და წავიდა. თვითონ გადმოვაგდეთ. cis არ დაცემულა. ეგ მაგას პრობლემა არ არის. არა, წესი გავხერხო, აგე ხელი მოწერილი აქვს რომ გადახდა. პასუხისმგებლობა აიღო. არა, მართლა ვინმე დაგიწყებს ზებნა? გააჩნია დროპ ზონას ესპანეთში რო არის იქ ძალიან. ესპანეთში და არასწორად აი მოკლედ განვითარებულ დროპ ზონებზე არასწორ ადგილასაც რო დახტე, იმიტომ რომ შემოსაზროლია სად გაქვს ესე თქვა ლენდინგის საშუალება და არასწორ ადგილასაც რო დაჯდე, მოდიან და გაფრთხილებენ ან გეუბნებიან და შენ იმის მიხედვით თუ იტყვი რომ ეს მაომე სადაც მინდა გდაჯდები, მეორეჯერ აღარ აგიშვები. და ქარმა წამიღო რო თქვა? ხო, მაშინ გეტყვი. ეგ შეიძლება, ხო, არა უშავს ყველა შემდეგ ყურადღებით და ნუ ასე შემდეგ. აი წაგიღო ტყეში და ჩამოკიდებული ხარ. ძალიან ბევრი მინახავს. აქედან თვითონ ადვილია რა და იმ სიმაღლიდან რომ მოდიხარ იმ ადგილს როგორ რომ მიზნებ? ჯერ თავიდან გადიხარ აეროპორტის ესე ვთქვათ გაცნობას თუ ახალი ხარ მე ყოველ ახალ ჩასვლაზე სხვადასხვაგან მიწევს ეგ რა თორე ვიღაცები ვიკენდზე გადიან ჩუსტებით ხტებიან გადმოდიან ხოლმე სახში რა და ამუღამე არა ისიც ის თვითმფრინავი ზუსტად იმის თავზე დაახლოებით წესების მოკლედ როგორ უყარს ფენა და ცოტა გადავიჭერით მაგრამ კარს აღებ იყურები კარგად დაახლოებით შენი ხტები თუ ვიღაცა პანჩურს გაში აი 8000-ზე შეიძლება დამჭირდეს პანჩური არ ვიცი დასვამი რო გადმოხდა სიმხნევისთვის აუ გამორიცხული არა გიშვებენ წესით რა მიკროდალიოსებით ეგ შეიძლება ეს ხტები პანჩურის დამხმარე თუ დაგჭირდა მოგევიდა არა მოგევიდა მე არა ვარ თვითონ გადმოხტარი რაღაცა პანჩური რაღაცა მონაწილე პანჩური ჭიტალაკი რა ანუ შენ ამბობ რომ TikTok-ზე უფრო მეტი მომხმარებელი ქართველია ვიდრე დანარჩენზე კი
მაგას ვამბობ, მაგრამ ჩემი გამომწერე მაგას არ ნიშნავს, იმიტომ რომ არ არიან ქართველები ნახევარი, მაგრამ ისე კი ყველა, არ ვიცი, აი შენს კითხვას უპასუხებ, რო კითხე დავით. ხა თქვენ და დავითმა როგორ იპასუხა განსხვავება. ხო. ეგ არის ზუსტად. რომ ყველაზე მეტი მომხმარებელი ჩემი აზრით და მე მგონი ეგრეა TikTok-ზე არის, ანუ ნებისმიერი ასაკის ინტერესის მქონე და რით ახსნი მაგას? ხო და კონტენტი ეგ რო თქვა, მე მომთხოვენ ბევრ მომხმარებელს და კარგინდა. რატო არის? ანუ ეს ჯერჯერობით ბეჩავია ესე. არა, ეს არის newcomer-ი, ესე ქვია. დამწყები. სტარტაპი. ხო და ძალიან აქტიურია მაგას ვარ დაკვირვებული კიდე. TikTok-ზე ბევრად მეტი ადამიანი უბრალოდ გილაიქებს ვიდეოს, ვიდრე Instagram-ზე. არ ვიცი ვერ მოხსენი რატო, მაგრამ რო დავაკვირდი ეგრეა. იქ Instagram-ზე უფრო ბოღმას ასწავლია. ერთ და იგივე ვიდეო რო და TikTok-ზეც და არა მარტო ერთი და იგივე, ზოგადად რო დავაკვირდი. რა კითხვა ერთ და იგივე არ მუშაობს, ხო იქ სხვა კონტენტი უნდა. როგორ არის ეცი? ხან შეიძლება ალბათ რაღაც მომენტში გაგივარდეს ან იმუშაოს, მაგრამ როგორც წესი TikTok-ს ბევრად უფრო დინამიური აი ჰუკებზე აწყობილი თავიდანვე რო დააინტერესებს, იმიტომ რომ TikTok-ზე ბევრად უფრო ისეთერიული სკროლვა მიდის ჩემი აზრით. ვიდრე სხვაგან შეიძლება გაჩერდეს. იმიტომ რომ აი Instagram-ზე უფრო რაღაცა ესთეტიკა, არ ვიცი, ფოტოები, კარუსელები ასე შემდეგ. აი TikTok-ზე TikTok-ის მომხმარებელი სიმწუხე ხდები. აი ეს თითი აქვს და კონტული. დააკვირდი TikTok-ერა. კაი, YouTube-ზე მაქვს შეკითხვა. ჩვენ ვართ რამდენ გამომწერზე ვართ ზუსტად ახლა? 100? ხო, ну 130. რამე აი ამ გამომწერ შენ გავლილი გაქვს ეს ეტაპი რა? რამე ხრიკი ეშმაკობა მიმართულება არის რომ უცბად მოვიმატოთ კიდე 150. სტოპი ისიატრო გავხდეთ და პარაშუტით უნდა გადმოვხდეთ. სხვა შეიძლება პარაშუტი ვარ ამ პარაშუტით, მაგრამ არ უმატებს პარაშუტი კი არა, უპარაშუტოთაც მაინც არა YouTube-ზე ზოგადად YouTube-ი ყველა სხვა პლატფორმებზე განსხვავებით ცალკე მეცნიერება არის, შეიძლება ესე ითქვას თავისი YouTube-ი და ისა ცევით cheats გოგო უფრო დურბინდები ეგორი მეცნიერება არის. ბორდოჩიგი ხო. ხო და ამიტომ ძალიან ბევრი დეტალია რა მან. სხვათა შორის ეხლა დავიწყეთ ჩვენ მე და ჩემმა გუნდმა კრეატორ აკადემია ესე დავარქვით და წელიწადში ერთხელ ვატარებთ ღონისძიებას, სადაც აი YouTube თიმებიდან და ცნობილი ტიპები ჩამოყვას, მაგალითად ძალიან დიდი YouTube გუნდის მთავარი ედიტორი ყავდა წინაზე. შემდეგში ვაპირებთ აი Mr. Beast-ი ალბათ გეცოდინებათ, კიდე ბევრი დიდი კრეატორი ლოგან პოლი და ასე შემდეგ, მათი მთავარი ედიტორი. ანუ ედიტორი storyteller-ი უფრო რა, ანუ ისტორიის მომყოლი YouTube-ზე ხო ეგ არის რომ მთავარია როგორ მოყვები ამბავს. და ეგეთი ტიპები ჩამოყვავს და რაღაც საერთაშორისო გამოცდილებასაც ვაზიარებთ ხოლმე, პლუს რაღაც bootcamps ვაკეთებთ, ამ YouTube-ის სტრატეგიაზე ვსაუბრობთ, როგორ უნდა 130,000 რო ყავდა თუ გახსოვს. და 150,000 თუ რო ყავდა, აი ამათ შორის რასაკეთებ. დაუღალავად მუშაობდი, ანუ მართლა ძალიან full time YouTuber-ი ვიყავი და გადაღებას ეხა ჩემ თავს ვეუბნები ხოლმე და ჩვენებს რომ 7-ის მერე რომ ეგრევე სახლებში წავცომცულდებით ხოლმე ყველა, აი 7-ის მერე ვიწყებდით ხოლმე მუშაობას, ანუ ძალიან დიდხანს მუშაობდით. არა მარტო იგენს ყველა. ხო და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ ეხა რამდენ რა რეგულარობით იდება ვიდეოები თქვენში ერთი? კვირაში ერთი. ხო. რაღაცა ოღონ 5 შაბათს. რაღაცა ახალის დამატებაც ჩემი აზრით, იმიტომ რომ რაოდენობრივად ესე კარგია კვირაში ერთხელ. მაგრამ YouTube ყოფს გამომწერებს და მაყურებელს სამ ნაწილად რა. პირველია რეგულარული, ეხლა თქვენს ანალიტიკაში რო შევიხედოთ, ალბათ მივხვდებით მაგას, რომ არსებობს რეგულარული, არსებობს casual-ი, რაღაც ვინც შემოივლის უბრალოდ და პერიოდულად უყურებს ხოლმე და მესამე საერთოდ ახალი გამომწერები რა. და თქვენ უნდა იმუშაოთ საერთოდ ახალ აუდიტორიაზე, ჩემი აზრით. იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, როგორც ხალხს ვიცნობ და ვინც კაცებს უყურებს, არიან სულ რაღაცა ერთი ხო ადამიანის სექტა, რომელიც უყურებს კაცებს კი, მაგრამ ახალ გამომწერებზეა სამუშაო, ახალ ადამიანებზე არ ვიცი, ახალგაზრდებზე თუ ძველგაზრდებზე, მაგრამ ახალი აუდიტორიაზე მუშაობა და მან უკვე კონტენტის შინაარსით შეგიძლია იმუშაო. ძველზეც, ახალზეც, casual-ზეც და ასე შემდეგ. ჩემ შემთხვევაშიც არის მაგალითად. მისიონერობა უნდა დავიწყო. კეთებ პირობითად. რეგიონებში უნდა გავიდეთ. ავტობუსები. აუი პარტიას აკეთებს არ გვაწყობს. რაღაცა ესეთი. მაგრამ შინაარსი ძალიან მნიშვნელოვანია რა. შესაბამისად, მაგ შინაარსით შეგიძლია ლავირება გააკეთო რაღაცა ახლებზეც და პლუს არ ვიცი დაბუსტო კი არა, დაინიცირო გამომწერების რაოდენობა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, არ ვიცი ანალიტიკა შეგვარა, მაგრამ გავდი იმას გამომწერი. არის ხოლმე კი, მაგრამ ნაკლებად ალბათ ეგეთი რაღაცა, მაინც ზრდა მეტია ხოლმე ვიდრე დაკლება. მაგრამ გულზე არის ბევრი ხალხი გდება უფრო და ყოველ გაკდება ხოლმე. არა, ეგენი არასაბსკრაიბები რჩებიან.
ხო და მაგას ალბათ რომ ჩვენ ამ ციფრს ვერ გავწდებით. ვინც გიყურებთ, იმათ უნდა გამოაწერინოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ვინც გიყურებთ, მაყურებლების შეიძლება 50-60% subscriber-ი არ იყოს. ანალიტიკა გაჩვენებს მაგას. ჩვენ მაგაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. უყურებს სადღაც 70%-ზე მეტი არის გამომწერი. აი ეგ არის მაგის პასუხი მაშინ რომ რეგულარ ვიუერები იყურებენ უფრო რა. ხო. ჩემ შემთხვევაში პირიქით 60-70% არ არის გამომწერი და ჩვენ ახალ კონტენტზე უნდა ვიჩალიჩოთ რა. კონტენტი ახალი იქნება თუ იგივე კონტენტი, მაგრამ განახლებული შინაარსით, ეხა მაგაზე ვიმუშაოთ. თუ მართლა გვაინტერესებს, შეგიძლია ჩაუჯდეთ და კარგი რაღაცეები მოვიფიქროთ. არა, მადლობა. რა მადლობა, რომ გვაინტერესებს. იმათ არა. გიორგის შეიძლება დაველოდებით დათომ TikTok-ი მოხოქა და ნახოთ. მაგაზე გავტესტოთ საერთოდ პირველი. იქნები არა მაქვს მე დიდი იმედი ამისი. მოდი ჩვენ პარალელურად მაინც დავიწყოთ. ორი კვირა. დავიწყოთ აუცილებლად, კაცო. ეხლა რამდენი ყავს გამომწერი? რო კონტროლოთ ცოტა ხანი ერთი თვე. 300-იო მე მგონი. 300 ყავდა სანამ ვიდეოს დადებდა. ჯერ არ დამიდვია. არ დაგიდია. აბა რანაირად დაიწყე. აბა რანაირი აი TikTok-ი. ხო სამშენებლო ჰაერს რო გიგია. აფერისტი სამშენებლო არის რა, ჰაერი გაყიდა. არა, 300 არ მყოლია. 235. დეუნები ვიღაცებმა ნახეს რომ შემოვიდა და გავაწავიდნენ. 235. არა, ვიდეო რო დაიდება, ვიდეოს გააჩნია, მაგრამ ნუდები რო დადა. უი რა მე მაინტერესებს. მაგ ძალიან ბევრი შენი ვიდეოები გადაღებული ისეთი რომელიც აი მაგან ვერ დავდებდით მაგრამ ხო, TikTok-ზე სპეციალურად გადაღება არ უნდა TikTok ვიდეოებს, შეიძლება რაღაცა ხო და სავსეა ტელეფონი. კი ჩაძინებები. მე სამუშაო დროს ჩაძინებები. ბევრია თუ არა ეს იმ წუთში იღებს და მე მარტივი კონტენტია. მარტივი კონტენტია. ანდახარ რომ დავინახავ ცუდ ხასიათზე ვითომ ჩავიძინე გადაიღოს გაიღოს. ხო და თუ გინდა მოგაქაჩინებ ამ ვიდეოები. არა, მადლობა. საჩუქარი გვაქვს შენთვის, საერთოდ სტუმრებისთვის გვაქვს საჩუქარი. მე და ლაბაძე არის ჩვენი ისე რა ქვია, მარკეტოლოგი. ამ შემთხვევაში. არ ვიცი სპონსორი რო გაიგებს რომ TikTok-ერი გახდა დატოვებენ თუ არა ისე, მაგრამ ნუ ჩვენი სპონსორია ნიკორა სუპერმარკეტი, რაც ცდილობს რომ ევროპული ბრენდებით იყოს იქაურობასავსე, ევროპიდან რომ ჩავფრინდე, ვერ მიხვდე თბილისში ხარ თუ ისე ვიქა ხარ თუ ჩარჩი თუ რაღაცა და შენც აგერ ევროპული გრანოლები და ევროპული მიუსლი, ნადლობა, დილაობით ბავშვებთან ნატურალური პროდუქტები, ეს და სხვა შორის ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგი, ეს პროტეინ ბარები გინდაო. ამას დარტყამ ახალთან რო რაღაც ესეც ერთი დაუმატა რა. თუ გინდა 10000 მეტრიდან გადმოხდი პირველი 2-3000 ესა მე ამას და რო გახსნია ეს რა. ხამდე ჩამოგიყვან ეს ჩამოსე ეს 900 ხარ გახსენი და მე ეს ნაზად შეჭამე ბოდი შენი არ გადმოყარო იქიდან. ჩიბეში. რძე ნუშის ეს არის ნუშის რძე და ეს არის შვრიის რძე მიაყოლებ აი ამე გემრიელად ზო ჯანსაღი მოხდა რაღაც რა ის სიტყვა. გემრიელად მადლობა დიდი ისაუზმებ ბაბუის სიტყვა მიაყოლე. დამრიგებული ისე ამას ახლა მადლობა გადაგიდებ დიდი ოკეი ტრანსპორტირებისთვის უფრო მომზადებთ ხო უფრო კომფორტულ ჭურჭელში ესე ხო ვერიული ამ ხელა TikTok-ერი კაცი ყველას თხოვრო TikTok-ერი არ დამიძახონოდა. მთელი YouTube-ი ჩამოყავს. არა დავითისგან ცუდი არ არის, იმიტომ რომ თვითონაც და რაღაც კოლეგა ჩემი ძმა უფროსი ძმა დათო შენ რო გაიზდები ესეთი უნდა გამოხვიდე ხო? მეც რო 700,000 კაცი მეყოლება არა შენ მაგარი შედეგი ვიდეო არ გიდებს და 230 შენ ვიდეო რო არ გედო რამდენი ყავდა 0 ანუ სტარტი უკეთესი. იქნება არ დავდო ვიდეო ეს თუ უფრო კარგი რეზულტატია დაველოდები აი მეორეთ მოსვლას რო ელოდები ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. წარმატებებს გისურვებ. მშვიდობიანი ფრენები, როგორც იტყვიან, თუ გადმოხტომები, თუ როგორ არის არ ვიცი. და ლურჯიცა და ხო და იმ რეკორდზე წარმატებები ჩანაფიქრე ნორმალური გრავიტაცია. კაც რამდენი რამე ქონდა მოსაყოლი და ვერ მოვაყოლე აბა მე დავიძეთ კიდევ ეს დრონებიო ეს ისაო ეს ესო კი საქმის მეტი რა მე ჩემთან მოდი TikTok-ზე იქ მივარ
მადლობა ძალიან დიდი მეგობრო. ამით ჩვენი გადაცემა დღევანდელი გადაცემის სტუმრის ნაწილი დასრულებულია. გადავდივართ მომდევნო ბლოგზე. მიდი დაიწყეთ თქვენ და მე ამას მივხედავ რა. სილამაზ. ფოტო გამიგეთ. მინდა დაიწყე. ამ ბლოკის სპონსორია შტარნბერგერი. გამაფრთხილეს კარგად თქვი, იმიტომ რომ ზოგიერთი მომხმარებელი კარგად და სწორად. კარგად ვერ ამბობს, აბა თქვი? შტარნბერგერი სწორია. და შტარნბერგერმა, რომელიც არის ნამდვილი ბავარიული ლუდი, გადაწყვიტა ბავარიული ლუდის ფესტივალი მოაწყო საქართველოში. ნახე რა ორიგინალური გზით წავიდა დიდ ქალაქ ყველა ხო თბილისში აკეთებს ყველაფერს. კი. ყველა არა. ძირითადად თუ რამე ტარდება თბილისში. ან ბათუმში. ან ბათუმში ხო შტარნბერგერი ატარებს ლუდის ფესტივალს გურჯაანში 29 მაისს, 31 მაისს გორში, 2 ივნის ქუთაისში, 4 ივნის ზუგდიდში. გურჯაანში რამე რო ჩატარებული იყოს თუ იცი, აი ლუდის. ლუდის არ მახსენდება. არც მე არ მახსენდება. ბავარიული ლუდით, ბავარიული კუდები. ბავარიული კუდით. გამირითმე. მეც მომეცეს. აჰა, შენ გაძლევ. კი. თუ გინდა ორი დაიხურე შენ უფრო აუ გიორგი ამას გამოიყენებს სახში, აბაზანიდან რო გაბო. აუხებოდი სმელითმებით. აუზე უნდა ვიალო. ვა, მოიცა ერთი წამი მოდი აბაზანიდან ინსტაგრამზე გამოგაჩინო. აუ, ლაბაძე არ ჩანს. ლაბაძე აფარებს ყველა. ესე არ ვარ. ჩაბერე? სიგარეტი ვიცი. იმას დავიდა, ესე უნდა გეჭირა. ვა, მოდი იცი რა ვქნათ. რაკნა. გალმორტი მე ესე დაიჭირა. როგორც მიჩეულია. ესე ორგანიზმის მეხსიერება. ერთი წამი რა ყაღანი რო იყოს, ჯანო შენ იწყებ მე რეიკო და მე ჩვენ ორნი ავყვებით. ამას? ხო. აბა სხვა რა უნდა დაიწყო. მელოდია ხო არ გამოვიდა. აბა ცადე მაინც. რამე ბავარიული მელოდია. შეგიძლია ეს ჩაირო ესე ლაყარაკო კიდევ. ერთი წამი რა მელოდია. ეს ვიცი, ეს არის იხვი. ეგ რა მელოდია. დაჭრილი იხვია. ეს მომასმენინე. ეს არის მარსელი ოზასანამ დაწერდა მსჯელობა მიდიოდა ეს ხოლმე ფოტო. მიდი დაიწყე მაშინ. ჩვენ არქეოლოგიას. ეხა იყო. მოდი და ჩვენ ჰიმნსა მოვებს. მიდი ეს არის ესა. ეხა შეიძლება. აი ამ მუსიკალურ ნოტაზე აგრძელებს დათო. კაკაფონია. სხვათა შორის ამ ფესტივალზე აუ ეს კუდი იცირისთვის არის მაგარი. მუსიკაზე რა ეს გამახსენდა? კუდი იცირისთვის არის მაგარი. დაუშვათ შემოვიდა ვიღაცა და რას სვამ? არაფერს. აბა ბიჭო ამ ხელა ჭასავით ჭიქა. ჰოპ ეგრევე გააკრო გავამერებით საჭიროდ და მუსიკაზე გამახსენდა ფესტივალის დროს გურჯაანში, გორში, ქუთაისში და ზუგდიდში იქნება კონცერტები. კონცერტი თუ კანცერტი. წამყვანი იქნება ნოდორიკო ხუციშვილი. კონცერტი იქნება გუფი ბენდის გუფი ლენდის და ქუთაისში ხო. წამყვანიც ნოდორიკო იქნება და კონცერტიც ნოდორიკოს იქნება. აჰა. მაგრამ თავარი რა არის? რატო უნდა მიხვიდე თუ ახლო-მახლო მოხვდი, რატო უნდა მიხვიდე ამ ფესტივალზე? რატომ? ჩატარდება ლუდის თამაშები, იქ პინგ-პონგ, ბირ-პონგი, იქ TikTok-ი, რამდენ ხანს დაიჭერ? ხო, კი. ჭიქას ესე. ვინ უფრო დიდ ხანს დაიჭერს ამ? ხო, იქ სერსო ერქვა ჩემ ბავშვობაში რაღაცას რო ისვრი. ხო. ის ჩემ ბავშვობაში ხო, ჩემ ბავშვობაში არ იყო რაღაცა ნახრეთში რო რაღაცა უნდა ჩააგდო, მოკლედ. პატარა ბალიში. ეს ხო, ეს თუ კალაღმურთი. არა, ბალტონები რო არის, ბალი. ეს ესენი რა ქვია, თამაშები ჩატარდება, ყველა თამაში გამარჯვებული მიიღებს აი ესეთ ქუდს, გამარჯობა. ეგ გამარჯობა. გამარჯობა არა. გამარჯობა არ guten abend.
მიიღებს ესეთ ქუდს და ლუდს. ხო. და ჯამში ვინც ყველაზე მეტ თამაშში გაიმარჯვებს, ყველა ქალაქში გამოვლინდება თითო გამარჯვებული და გაემგზავრება სად? გურჯაანში არა და ბავარიაში. ვა. ბავარიაში გაემგზავრება ეს იყო 4 გამარჯვებული. ფამფარები. ხო, ფამფარი. всё, ეხა რაც გინდათ ის გააკეთეთ. მე მუსიკას და სმას უნდა მივუწევ. დათო, ამაში რა შენი ელექტროსიგარეტი შეტანა და ყველა ნაპასზე ის იქნება. კი. მართლა სიგარეტივით უჭირს. ერთნაირად აკეთებს ყველა. ეხა ჩვენ უნდა შევეჯიბროთ ერთმანეთს. ჩვენ შორის გამარჯვებული გაემგზავრება სად? მაღაზიაში. გურჯაანში ჩიფსებს. დავიწყოთ. ჩვენ თამაში დღევანდ ხო? ხო. დღევანდელი თამაშის წესებს ძალიან მარტივია. ამოვა გერმანული სიტყვა. და უნდა მივხვდეთ რას ნიშნავს ეს გერმანული სიტყვა. ვინც გერმანული ვიცით რა ვქნათ, ისეთი სიტყვები ამოვა, რომელიც არ ვიცით. ვა. აბა რა აზრი აქვს მაშინ გერმანული სიტყვა? არანაირ დეიქტრი. ჩვენ ვართ საწყალ მდგომარეობაში. იმან იცის გერმანული, ის გერმანიაში იყო და ინგლისურის სასწავლებლად? მაგრამ ინგლისურის ცოდნა რო ვნახე, მაგის სხვა რაღაცისთვის იყო. თურქული უკეთესად იცის ვიდრე ინგლისური. კინემატოგრაფიას ეუფლებოდა. ხო, ეს ყველა სიტყვა, რომელიც ამოვა რაღაც კავშირშია ლუდთან. ხო. ლუდთან ან გურჯაანთან. არ არის გურჯაანი. სტანბერგერი თუ ამოვიდა, მე გამოვიცნობ და ერთი ქულა მაქვს, ხო? სტანბერგერი ვიტყვი. კაი, მიდი. ჩვენ ერთად ვართ. ბრაუერ. მიდი ჯანე. ბრაუერია. ეს არის ბლოიერეია უშანკ. ღოიერ არ არის, უმლაუტი არ არის. იმას დავიწყდა აგრეთისას. ხო, მაშინ ბღოიერ. შანკ. ლუდსახარში. ბრაუერ არის სახარში, ხო? არ არის გამორიცხული რომ მართალი იყოს. ლუდსახარში მგონია მე. ან ის არის. ქვაბი. ქვაბი არის. დიდი ქვაბი. ან ხაშლამა. იმიტომ რაღაც ხაშვასთან არის კავშირი. არა მგონია გერმანელებს გონდათ სიტყვა ხაშლამა. შხანკ მახსოვს. ლუდსახარში. შხანკ მახსოვს რომ კარადაა. შხანკარა მე და მგონი. აუზიც. ან სახარში. არასწორად მახსოვს. აუზიც შეიძლება. აჰა, არ გამოგოდგებაო და გადმოყარეს მე-4 კლასის გერმანული უკვე. შხანკ ახსოვს. არ ვიცი გერმანული, აი შხანკ მახსოვს. არა, თუ სწორად მახსოვს თქო. და თუ ეს საერთოდ არანაირად არ მახსოვს. კაი, რა არის შენი ვერსია? შენი ვერსია არის დიდი ქვაბი. შენი? ლუდსახარში. ანუ ან ისა რა ქვია, ლუდის დიდი ცისტერნა. და რა განსხვავება იმისგან? ყვაბი არის რაშიც იხარშება. და რაშიც ინახება? ცისტერნა არის რაშიც ინახება. კაი, შენი? რომელს ამოფანის ან ეს ქვაბი მე ვთქვი. ყვაბი ეს ამბობს მართლა, შენ, მე ცისტერნას. არა ამ სახარში ან ცისტერნა ლუდსახარშის ცისტერნა. ლუდსახარშებში ეგეთ დიდი ცისტერნა. შენ? გათბობის ქვაბი. ლუდთან კავშირშია, ლუდთან. გათბობის ყვაბი იმას ლუდის ბარში. სიტყვაში რო დალიო რა, რო არ ხო, გაიგო. მართალია, პირდაპირ კავშირშია. მე კიდე იმას რა, ლუდ ჩამოსასხმელი სისტემა რაც აქვს. ხო. ბარში რაც ცოცხალი რა, ლუდის. ეს არის ლუდსახარშის ბარი ან პაბი, რომელიც უშუალოდ ლუდის ხარ. Ausschank. მიდი თავიდან Brauerei Ausschank. არა, დებილურად კითხულობს, არ გერმანულსაც არ. ლუდსახარშის საფირმო ბარი. საფირმო ლუდის ხანა. ლუდხანა. ანუ მე ყველაზე ახლო ვიყავი, ხო? ნახე. არა და ლუდსახარში ვიძახდი მე ხო. და გადავთქვი. კი. ხო მე ვიყავი ყველაზე ახლო. ყველაზე ახლოს შენ იყავი, კი. მე ახლოს ვიყავი და მეწერება ქულა? კარგი. ერთი ქულა მე მაქვს. შემდეგ. ზაფხან. ზაფხან. ზაფხან არის ესე ზალპით დალევა. ზაბრახან არის? ხო. მე გეტყვი რა არის. ზაფხან. აი ლუცრო დალევ და კაფირო ულაშებზე გაქვს საფხაღ. ოვე ჯულდიგე უნდა. უნდა მოიწენა. საფხაღ. ეს შეიძლება ისა მეჭახუნი. ვახტანგო. ზაფხან. და ბუჩკი როგორ არის? ბუჩკ ზაფხან. შეიძლება ბუჩკი არის საფხაღ. შენ შენ ასიძახი? აი კაფირო მოგედება ულაშებზე. კაფსი ძახი? მე არა, აი რომ მოგედება და მე კაფსვიდა.
მარტო ქას ვიძახი მე. გამოწურე ჩემი პასუხით. ხო და არ გამომივიდა. მაშინ გეტყვი რა არის. კათხა, ერთი კათხა ლუდი. არ არის, მაგრამ აი სხვა ვერ ვიცი, ვერ მოვიფიქრე. შენ მე ხო გითხარი. რა? გამავიწყდა. მიჭახუნ. ვახტანგურიო. კაი, ნახოთ, არა, ვახტანგური არის ბრუდე რაღაცა ქვია და ეს მიჭახუნება იყოს, ხო? ლუდის ჩამოსასმელი ონკანი. წინა კითხვაზე, ანუ წინა პასუხი თუ ითვლება, აქაც მე მოვიგე. ხო და არ ითვლება. ვერავინ ვერ მოიგო. არა და ნახე წინა პასუხი გამოიცანი ახლა. ხო. აი შემდეგზე უნდა თქვა ის რაც თქვი ახლა კაფი. არა, ისევ ეს უნდა ვთქვა და ყველაზე ახლო იქ. და დაეწევა. ეხლა რაც თქვა. ხო და კაფი არ თქვა ახლა? მე არა, კაფი გადამაფიქრებინე, რომ კაფი რო ყოფილიყო უკვე მოვიგე. კრონკორკორკუნკენ. კრონკორკენი. კრონკორკენ არის აი ეს ლუდთან მისაყოლებელი რაღაცეები, პატარა რაღაცეები რა, ეგ თხილი ესე მოაქვთ ხოლმე რა, კრონკორკენი მოგვიტანეთ სანამ ხინკალი იქნება. პატარა ნივრიანი პურები ისინი აი ესე რო შედის რა. მე ვიცი რა არის. რა? ისა, აი შენ ხო შეიძლება რომ ბოთლის ლუდი აიღე და რო ვეხსნე კრონკონკენ და სუხ, რაც გიხსნა. სუხ, თუ შეიძლება, მანდარი თუ შეიძლება კრონკო. ბიტე კრონკონკენ. შენ გააქვს ვერსია? კრონკორკენ ჩემ ფიქრით არის ლუდის ქვეშ დასადები ესა რბილი რაღაცა. აი კაი რო არის, ხო და კარგად ისე. ხაო. შენი ვერსია. კრონკორკენ. რატო? იმიტომ რომ კორკის განკეთებოდა ისინი და კორკენ რო დავინახე. რაღაცა გერმანიის ლოგიკას მივხე. შენ? მოდი ის იყოს. მოდი ისევ იყოს, ბუჩკი. ან თუ გინდა ჩემი ვერსია. გაცნობა რო იყოს ისე. ლუდი რისგანაც კეთდება ის სცენარი რა. ქერი. სვია. ალაო. შვია, ალაო ან ქერი, ხო? ქერი. მასავს. ხოშ ქერი. ბოთლის დაკვირული ლითონის თავსახური. ვა! ახოს მიყავი კერდა იგე. ამაზეც მეორე, იკო მოიგო. ხო, მუსიკალურად შენ ახო. Kronkorken. მე უფრო კარგად ვამბობდი თუ და მე შენი იყო ნამდვილი ბავარიული აქცენტი და ეს არის სადღაც იქიდან. ჩრდილოეთიდან ჩამოტრეული. ჰამბურგერი. ხო. შემდეგი? გემიუთლიხკაით. როგორ? მზე ვიყავი და ჩაარიხინა. მიდი გემიუთლიხკაით. გემითლიხკაით. გემითლიხკაით. კითხი, აბა გამოს. კითხვის ნიშანი თუ ხდება ახლა გემითლიხკაით. როგორ უხდება? ლუდი დალია და გამოს გემიკლიკაი. ბიჭო, აი ისეთ ლუაშზე რო კაფეა, ამაზეც. გაიხარეთ შეიძლება იყოს. გემუთლიხ, გაიხარეთ. გავიმეოროთ არის. გავიმეოროთ. გავიმეოროთ შეიძლება იყოს. გემითლიხკაით. ისე რომ და გემუთლიხ. ან შეიძლება ის არის რა 10 ლარის გავაკეთოთ. 10 ევროსი. ბიჭო, ისეთი ენა ყველაფერს უხდება სიტყვა. გავიმეოროთ არის ჩემი რა კიდე. ესე იგი, მოდი მე ხე ანალიზით წავალ. მიდი ანალიზით წადი. მუთერ არის დედა, ხო? მეუწლიხდება დედობრივი რაღაც ეგეთი. დედობრივი. ადგილის დედა არა და აი რაღაცის ეს არის დედა ხო? ლუდი დედის რძესავით შეერგო, აი ეს არის. ეს განდადება შეკუმშული არის სიტყვაში. კი, მოიგე. თუ გინდა უკვეტინესთან დედულე. ნახოთ პასუხი. დედულეთია. დაიცადე, არ გვიქონს. დედულეთი გავიმეოროთ. გავიმეოროთ. მე ისევ იმას ვიტყვი. რას? ცისტერნას. ეს მიუთლიხ მართლა დედა. არა, კაცო, მუტერ არის დედა. მუთერ არის დედა და მეუწლიხ არის დედობრივი შეიძლება. არ არის. გარანტიას გასწავლა. რა დაშვებე. იმიტომ რომ ჰერც არის გული და ჰერცლიხ არის გული, თადად მოგესალმები. აი რა კარგია რა მეუწლიხ შეიძლება იყოს დედობრივად რაღაც. ანუ გავიმეოროთ. ხო, რა სიძახი? ხო არის აი რომ ლუდის დედა, მაწვნის დედა ხო არის? ანუ შენ ფიქრობ რომ ეს შეიძლება იყოს საფუარი? არა, მე ჩემი ვერსია. საფუარი. იყოს საფუარი. ჩემი გაამოთ. Gemütlichkeit.
სიმყუდროვე. შინაური ატმოსფერო, დედობრი. დედულეთი. დედულეთიო. გამოს არ არის, გამოს და შინაური ატმოსფერო. რო გინდა რომ გაიმეოროს. გამოს გარეთაც გამოს არის და შიგნითაც. არა, ის არის გამოს. სიმყუდროვე, შინაური თბილი ატმოსფერო. არა, ეს ზუსტ ერთ სიტყვით აღმართული, ეს არის მყუდრო, კომფორტული და მეგობრული გარემოს ერთობლიობა. ქართულ კონტექსტში ეს არის განწყობა, როდესაც მეგობრებთან ერთად კარგად ძიხარ ლუდის ბარში. არსად გეჩქარება გარტენ. გარემო თბილია და თავს სრულყოფილად მშვიდად. გამოს არის, ხო გეუნები რა. უსტრო დალევ ბიჭო, და. პირიქით, გამოსკე გავიმეოროთ, ხალხო, რა კარგი იყო. ანუ მე და შენ თვითონ დოკულა. ხო. კაი, არავის არ აქვს, ხო ჯავდა. დედულეთი. ჯანელა არის ყო დედულეთი. მე ჩამეთვალა რა. აი, ერთი. მოიცა, ეხა ნახე, ერთი. იმ ბავარიელმა სამივე თითო გა? ანუ მე დავწინაურდი. იმ ბავარიელმა ბოლოს სიტყვა საჭმე ერთად ხართ როგორც რუხი მასა. კი, შენ TikTok-ერი ცალკე, მიდი. ბავარიელმა საჭმა მომანიჭა ერთი კუ. ირა Fire up and beer. აბენდ არის საღამო, ბიერ, ლუდი, ფაიერ, ცეცხლი. ცეცხლოვანი საღამოს ლუდი. პირდაპირ თარგმანი ესე. ხო და რა არის? ცხლად მოხარშული ლუდი, რაღაცა საღამოს. ცხლად შებოლილი ლუდი. საღამოს ლუდი ბიერ, არსებობს ეგეც ხდება რამე? არა. ბიერ. ბიერ. ჰა, ქართულში არის რამე საღამოს ლუდი, იყო შენ ხარ ლუდები. ჩემ ფიქრით, აი ხა მე ხო არ ვიცი ენა. აი თბილი ლუდიო, ანუ ცინცხალი ლუდი. ცოცხალი ლუდი, აი ეს არის. შეიძლება. ეს შეიძლება არის მთელი დღე რო ხარჯავე. აი საღამოსკენ იხარშება და მზად არის. მომწონს შენი ვერსია და თუ გაიმარჯვე, არა თუ მაგ გავიმარჯვე, ნახევარქულა შენ მოგცე. და მე მოვიგებ, კაი. კაია. იქ ცინცხალი ლუდია ესეთი, ცოცხალი ნუ რა. ლუდი როა რაღაცნაირ ლუდი რო არის ესე იმთავითვე ნათელი. აი შეიძლება რომ გადაგესმება ლუდის ლაქა. საღამოს ლუდი არის ცოტა. ბიჭო, საღამოს ეს დილის გადაწყვეტა გადაკრა და დაიძინო რა. შეიძლება მუქი ლუდია. აუ, ეგ უნდა მე. საღამოს ხო სიბნელია. ბინდის ხო, პერიოდი. ისა dark beer-აც არის ეგ არის, ხო? არ გამოურიცხა. ლუდის ლაქა არის ჩემი ვერსია რა. შენი მუქი ლუდი. ხო, მაგრამ იმან რო თქვა. არა, მე იმან ცოცხალი ლუდი. ცოცხალი, ცინცხალი მუქი ლუდი. ლაქა? მე აი პატარა ჭიქით საღამოს ლუდია და წახვედ დაიძინე. პატარა ჭიქი. სხვა ვერსია არ დამჭა. სამუშაო დღის დასრულების ლუდი. გეუბნები იცის რა. ხო, ვიციო, მასე დავიწყეთ. ხო და თან გადავთარგმნე. შენც გეთქვა. ეს ცეცხლი არის ყო აუცილებლად. აბენდბირიც იმუშავება. ნახე? ბიჭო, ხო გუტნაბენ ხო არის. ხო, ეგ ხო გითხარი აბენდარი მე. არა და გერმანული წოდენია რაღაც დონეზე. საღამოს სამსახურიდან მოხვედი, ის ერთი დალი გაბრუჟული წახვედ დაიძინე ბედზე. მე კი ვიცოდ, მარ კიდე დავადგინე დღეს, რომ საერთოდ არ ვიცი. გაგნებაში, მე რაღაცა წვალობთ. გაგნებაში აი საერთოდ. შენთანა ვარ. ჯიგარი ხარ. შენ ერთი ხომ მაინც გაარტყი რაღაცა. აი მე და თუ აი მარტყას შემოაჩი. ისა კენი რო გა. ხო პრინციპში იმანაც ესე გარ დედულეთი. სხვანივთი, იმ სხვანივს, სხვა რამესთან კავშირი არ აქვს. მარტო ამასთან. ახტუნგ. ვა, ნახე სათვალეები, კუდი. ესეთ კუდიანი კაცი გინახიათ სადმე. ისა გერმანიაში. გენდალფი. ხო და იმაშიც რა ჰარი პოტერში რაღაც მსგავსი არის რომ ლაპარაკობს ის კუდი. ეს კუდი რა შეიძლება იცი გამოიყენო? ბავშვები რო ხმაურობენ ეზოში მაგას დაიხურებ და გადიხარ აიყვანზე. იმათაც შეიძლება მანქანა რო არ დააყენოს ვინ. ან 40 არის და ჩასწრაფა. და ის მართვის გამოცდაზე შეიძლება ესენ დააყენო და შუაში გაატარებინო მაგ. თუ ისინი წავიდა რა ძალიან პრობლემები ქვეყანაში. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია. გემშვიდობებით ერთი კვირით ნახვამდის. Auf Wiedersehen.